დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 სიმუწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე შემოგვიერთდა. დილომშვიდობის მამა ირაკლი დაგულოცეთ. ღმერთმა დაგულოცოთ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ბედნიერი და მშვიდობიანი დღეს უსურვებთ. გვანდობთ. მამა ირაკლი, მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორც არის მიაგებთ ბოროტებას, ბოროტების წილ. მოდით განვმარტოთ მაყურებელს თუ რას მოიცავს თავის თავში ეს სიტყვები და როგორი უნდა იყოს მისი აღქმა და გააზრება ადამიანის მხრიდან. ესე იგი, დიდი მარხვისთვის ვემზადები და დიდი მარხვა ყოველთვის ადამიანს ზეციერი მოქალაქეობისთვის განაწყობს. რომ ჩვენ ცხოვრებაში ქრისტეს უნდა შევხვდეთ და ქრისტეს შეხვედრა ეს არის ერთგვარი ჩვენი პასუხისმგებლობაც, ვალდებულებაც, რომ სულიერი ცხოვრება თუ აი ამით არ განისაზღვრა, რომ ჩვენ ცხოვრებაში ღმერთს შევხვდით, ისე ძალიან უნაყოფო არის მე ადამიანის ცხოვრება და საბოლოო ჯამში ადამიანს ბეზრდება ეს ეკლესიური ცხოვრება, შეიძლება საერთოდ ეკლესიიდანაც კი წავიდეს. მაგრამ აი ადამიანის ცხოვრება ბედნიერი მაშინ არის, როდესაც ის თავის ცხოვრებაში აი ამ სიკეთეს მიიღებს, რასაც ღმერთთან შეხვედრა ქვია. და ღმერთთან შეხვედრისათვის აუცილებელი პირობა არის, რომ ქრისტიანი ზედმიწევნით ცდილობდეს აღასრულოს ყველა ის მცნება, რომელიც ჩვენ მოგვეცა ქვია ღმრთისაგან. იმიტომ რომ ღმერთის მოცემული თითოეული მცნება ეს არ არის მცნება მცნებისათვის, უბრალოდ აი ღმერთს რაღაც ახლა ჩვენი ის ჭირდა რომ თქვა რაღაც ჩვენ რაღაცით შემოვეზღუდეთ ან ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრება დაგვავალა უბრალოდ რომ აი ესე ყოფილიყავით არა. ღმერთმა დაგვავალა იმისათვის რომ ჩვენ მოქალაქეობა ზეცაში არის და მცნებას გვაძლევს იმისათვის რომ აი ამ მცნებების აღსრულებით ჩვენი შინაგანი ისე განიწმინდოს რომ ჩვენ გავხდეთ მზად ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისათვის. აი კარგად რომ გავაზრებინოთ ხოლმე აი ადამიანს ჩვენთან რომ მოდიან ხოლმე ყოველთვის ესეთ მაგალითი მომაქვს რომ ადამიანი თქვა როდესაც ცდილობს რომ კარები გააღოს თავისი გასაღებით მაშინ აღებს კარებს, როდესაც საკედი და კბილანები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ თუ კბილანა და საკედი ერთმანეთის ასეთაში არის, ის კარი გასაღები კარებს ვერ გააღებს. ანუ ქრისტიანმა უნდა შეიძინოს ისეთი თვისებები ამ სამყაროში, რომელიც მას ჭირდება ზეცაში, ზეცა ღმერთთან ურთიერთობისათვის და აი ამ ხრივ საგანგებოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვათ, აი ეს თვისება ქრისტიანისა ეს არის, რომ მას გქონდეს ისეთივე გული, როგორი გულიც აქ ღმერთს. ეს მოიცავს ეს ყველაზე მთავარი თვისება აი ამ გულის ეს არის სიყვარული. და სიყვარულის თავის ხარისხები გააჩნია, რა თქმა უნდა, ხა როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგება, იქ ერთ სახარებაში ერთი საოცარი ფრაზა არის, რომ ყველა ვინც სასუფეველს დაემოწაფა, გავს იმ ადამიანს, რომელიც თავისი ცხოვრებიდან გამოიყო ძველი და ახალი. ეკლესიის მამათა განმარტებით ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებაში გადის ძველი აღთქმის კაცის მდგომარეობას და ახალი კაცის მდგომარეობამდე უნდა მივიდეს. ძველი აღთქმის კაცის მდგომარეობა რა მდგომარეობა არის? ხა წარმოვიდგინეთ, ღმერთმა ეს ებრაელი ხალხი გამოიყვანა ეგვიპტის ტყვეო მონობისაგან, აი ხალხი გაბოროტებული თქვათ, რაღაცა გაველურებული შინაგანი მდგომარეობით და მოყავს მოსეს და ეხლა წარმოვიდგინეთ აი ამ თავისუფლებაში მოდიან და მოსეს რებზე უჯაყდებიან რომ რასაც ამოგვიყვანეო ჩვენ ეკო ხორცი გქონდაო შენ ვაქე უდავნოში გვახეტიალებო წარმოვიდგინეთ ადამიანს თავისუფლებას აძლევენ მაგრამ ეს თავისუფლებას ვერ აფასებს იმიტომ რომ მას ის ენატრება ის ხორცი ის იქაური თქვა მიუხედავად ისა მონა არის და აი 10 ღმერთი აძლევს მათ 10 მცნებას და აი ეს 10 მცნება ამ 10 ცნებასთან ერთად მოსეს ხელით პირით ღმერთი ავალდებულოს რომ ბოროტება აი როცა ადამიანი ვიღაცა მათ ბოროტებას გაუკეთებს იმაზე მეტი ბოროტებით არ დაუბრუნონ ვიდრე თქვათ მათ ეს ბოროტება გაუკეთეს ამიტომ იყო ძველი ხმის ეს ჯული რომ თვალი თვალის წილ კბილი კბილის წილ ანუ ღმერთი ამზადებს ადამიანს რომ აი თქვათ შენ თუ ვიღაცამ თქვა ერთი ლოყაში გაგარტყა იმას ნუ გააკეთე თქვა რომ ორივე ლოყაში გაარტყა ერთ ლოყაში დაუბრუნე შენს რომ შენ თუ ამ რისხანებას ამ ცნებით მოთოკავ ესეც უკვე გამარჯვება იყო ძველ აღთქმაში მაგრამ აი მოდის მაცხოვარი და გვაძლევს აი ახალ ცნებას რომ და გვეუბნება ესეთ რაღაცას რომ თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი ზეციერი მამის შვილები იყოთ იმიტომ თვითონ არის ზეციერი მამის შვილი ხო და ჩემი მსგავსები იყოთ ხო ამიტომ ესეთი რამ უნდა გააკეთოთ რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა დაუბრუნოთ პირიქით რომ თქვენ ბოროტის მკეთებელს სიკეთე უნდა გაუკეთოთ აკურთხოთ უნდა თქვენი მაწყევრები და
და უნდა შეძლო ამ ცხოვრებაში რომ შეიყვარო მტერი. ეხლა წარმოვიდგინეთ ესე სათქმელად ალბათ მარტივი არის ხო ჩვენთვის ესე, მაგრამ აი ამის განხორციელება და ქმედებაში მოყვანა ალბათ ყველას უჭირს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პირველი რაც მოდის, როდესაც ადამიანი ჩვენს მიმართ ბოროტებას ჩადის, ეს არის მრისხანება და შესაბამისად შეიძლება ზოგ შურისძიების მომენტიც გაუჩნდეს, ხო, მაგრამ აი აქ არის ალბათ სწორედ ის მთავარი, როდესაც ქვია ქრისტიანი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, რომ ლოცულობ იმისათვის, რომ უკეთესი იყო ვიდრე ხარ დღეს, ხომ? უკეთესი გახადო შენი პიროვნება ხვალინდელი დღისთვის და შესაბამისად აი ეს არის სწორედ ძალიან რთული, რომ ამ დროს მოთოკოდა ეს სწავლებები, მამათა გამონათქვამების სწავლებები, უფლის დარიგება, ეს ყველაფერი მაშინათვე დაიხმარო და მაშინათვე მოიშველიო. ეს რთულია ალბათ. იცით როგორ არის რთული არის საკუთარი თავის წინააღმდეგ სიარული, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტერი რომელიც ადამიანს აქვს ეს ყავს ეს არის საკუთარი მე აი მე ვიღაცამ თუ ჩემ მეს ვიღაცა ცუდად შეეხო აი მზადა ვარო თქვა მე გავგლიჯო მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახიე რომ აი ადამიანი რომელიც თქვა ქრისტეს გზას შეუდგება და აცნობიერებს თქვა და იმ სიკეთებს რომელიც მას ღმერთმა აღუთქვა და ეს მარტო ყურით მონასმენი არ არის იმიტომ რომ ადამიანი ღმერთთან დამოწაფებული ადამიანი თავის ცხოვრებაში იმ ღვთაებრივ სიკეთეებს გრძნობს ხოლმე. იმიტომ რომ ახლა მე არ მინახავს ადამიანი რომელიც თქვა ეკლესიაში მოვიდა და დასაწყის ეტაპზე მაინც თქვა მან თავის შინაგანში არ გამოსცა და რაღაცა სულიერი თქვა სიხარული ღმერთთან ურთიერთობის თქვა და აი ბედნიერება და აი წარმოვიდგინეთ რომ აი ამ ბედნიერებას ღმერთი რო გაგრძნობდეს და ეს ბედნიერება არაფერზე დამოკიდებული არ არის აი ამ მიწიერზე ხო ჩვენ გამოგვიცე რომ ყველანაირ მიწიერ სიხარულზე უფრო აღმატებული სიკეთე არის ეს ყველაფერი რომელი ბედნიერებას გულს ძალიან ახარებს ისე რომ ადამიანს შეიძლება ყველანაირი ტკივილი დაავიწყოს და აი როცა ადამიანი ამას აცნობიერებს მაშინ უკვე იწყება მცდელობა რომ აი თქვა რა არის საჭირო იმისათვის რომ მე ამ ბედნიერების მაზიარებელი თელი ჩემი შინაგანით ვიყო და იმიტომ რომ აი საოცარი სიტყვა მაქსიმე აღსარებელს მამაოჩვენოს განმარტებაში როდესაც აი სიტყვა არის რომ პური ჩვენი არსობისა მომე ჩვენ დღეს აქ მარტო არსობის პურზე არ არის ლაპარაკი მაქსიმე აღსარებელი ამბობს ეს არის ჩვენ დღევანდელ დღეს ვითხოვთ იმას რაც ღმერთმა მარადიულობაში გაგვიმზადა. ეს არსობის პური არის ღმერთთან ურთიერთობის სიხარული და ჩვენ გვთხოვთ ღმერთს რომ დღესვე მომეცი აი ეს პური მე რომ მე ჩემი გულშინაგანი აქვე დაპურდეს და მადლობა ღმერთს რომ ღმერთი ადამიანს აძლევს აი ამ სიკეთებს მაგრამ ერთი პირობით გეუბნება რომ თუ გინდა რომ ჩემი ზეციერი მამის შვილი იყო იბრძოლე რომ შენი გული გახადო მოწყარ შენი გული გახადო აი ესეთი მიმტევებელი სულგრძელი და აი ამ ყველაფერს გააჩინე თავისი ცხოვრებისეული ეტაპები რა თქმა უნდა ეხლა მტრის სიყვარულთან ლაპარაკობთ ეხლა თუ ადამიანმა ჯერ მიტევება არის სწავლა და თუ არის სწავლა თქვა რომ მოდი მე ვიღაცამ ბოროტება გამიკეთა და მოდი ეხლა რა გავაკეთო ადამიანი კითხვას როსვა ორი კითხვა შეიძლება დაისვას აი ამ შემთხვევაში რატო და რისთვის თუ რატომ კითხვა დაისვა ესე იგი რატომ უნდა გულისხმოს რომ მე არ დამიმსახურებია ეს ისა მაგრამ როცა ადამიანი კითხვას სვამს რისთვის მოვიდა თქვა ეს და ჩვენ ხო გვწამს რომ ღვთაებრივი განგებულების გარეშე ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება იმიტომ რომ ღმერთი ხანდახან ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა პატარა პრობლემებსაც მოუშვებს რომ ეხლა თუ ადამიანმა თქვა არის სწავლა რაღაცა ბოროტებას არ შეეხო და თქვა იმ ბოროტებაზე გადაბიჯება არის სწავლა მიტევება არის ეს თავისთავად არაფერი არ შემოდის ჩვენ შინაგანში ჩვენთან მოდიან ხოლმე ადამიანები მას კარგად ეს გასაზრდად ესე რაღაცას ვეუბნები რომ აი ეხლა ამ სივრცეში ძალიან ბევრი ბაქტერია და თქვა ვირუსი შეიძლება ან ბაქტერია დაფრინავდეს მაგრამ ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ მას ამ ვირუსმა შეიძლება ვიღაც არ დააზიანოს მაგრამ მე დამაზიანოს და პრობლემა მარტო ვირუსში არის არა პრობლემა არის ჩემს იმუნიტეტში მე თუ ძლიერი იმუნიტეტი მექნება ეს ვირუსი მე ვერ დამაზიანოს ეხლა დავიწყო ამ ვირუსის მოსპობას მე ვერ შევძებ ამიტომ უნდა ვეცადო რომ ჩემი იმუნიტეტი გავიძლიერო რომ ეს ამ ვირუსმა მე არ დამაზიანოს აი იგივე როგორ თქვა პატარა ბავშვებს ვაცრებს უკეთებენ თქვა ეს რაც რა არის შეყავთ პატარა ვირუსი რომ ორგანიზმა ისწავლოს მასთან ბრძოლა რომ შემდგომში თქვა დიდი ვირუსი რო შეხვდება თქვა უფრო მარტივად შეძლოს მისი დამარცხება ხო ესევე არის ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში ხანდახან პატარა განსაცდელებს რომ მოუშვებს
ამით ჩვენი სულიერი იმუნიტეტი უნდა გაძლიერდეს რა, როცა ადამიანი თქვა აი ეს ნელა ძლიერდება და კითხვას ვამს რისთვის უფალო, რისთვის მოვიდა ჩვენთან ეს განსაცდელი. ხო? და ამ დროს იცი რომ ღმერთმა მოუშვა რომ გინდა რომ შენ ისწავლო მისნაირი გახდე, მიმტევებელი, იმიტომ რომ სასუფეველის მოქალაქეობა სხვაგვარად არ შეიძლება, შენ უნდა თვისებები შეიძინო, რომელიც სასუფეველში ჭირდება ადამიანს. პირველი იწყება აი ამით რომ გამიკეთა ბოროტება, მოდი მე ვეცდები რომ მაშინ მას ბოროტება არ დაუბრუნო. და პირველი გამარჯვება არის ეს. იმიტომ რომ სახარებისეული ცნებები ყოველთვის რაღაცა ის ხარისხობრივი არის, ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე აყავს ადამიანს და აი ეს საბოლოო სიტყვა, რომელსაც მაცხოვარი გვეუბნება ჩვენ რომ აი გიყვარდეთ თქვენი მტრები და თქვენს მაცხოვრებს აკურთხევდეთ, ეკლესიის მამები ყოფილან რომ მისულან იმ დონებზე რომ აი ბოროტი ძალა არის, ისიც კი შეცოდებია და აი მასეც კი ფიქრობდნენ რომ ღმერთო რასაც წყალი არის, მოდი იქნება, მაგრამ რამე რესურსი თუ არის შეიწალე, მაგრამ თვითონ ბოროტები აჩვენებდნენ, მე ბოროტი ძალები რომ მათთვის ესეთი თანაგრძნობაც კი ამაზე ზენი იყო. მიხვდით? ანუ იწყება ესე იგი ბოროტების არმიგების საფეხურით და მთავრდება ეს ყველაფერი თუ ადამიანი რა თქმა უნდა აი ამ გზაზე მუხტ ჩაუხრელა დაიარება. ყველაფერი მთავრდება იმ საოცარი სიყვარულით, რომელსაც აი ქრისტე თავის გულში ატარებდა და ყველა ჩვენგანს მოგვიწოდეს აქეთკენ. ერთი ესეთი ფაქტი მახსენდება, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო ჩვენთან მოსული ეკლესიაში და ესეთი რაღაცა მითხრა, რომ აიო ძალიან ბევრი გული მატკინესო, ახლა ქუჩური ცხოვრება იცი ქუჩა როგორი ამაზე ცუდი კანონებით ცხოვრობს და თქვა თუ რაღაცა შეგეშალა მზად არის რომ ჩაქოლონ და ერთი ადამიანი ახალგაზრდა ბიჭის ისტორია ვიცი რომ აიო მას შემდეგ რაც ეკლესიაში დაიწყო მან სიარული და ესეთი რაღაცას მეუბნება რომ აი ძალიან ბევრი გული მატკინესო, მაგრამ რო დავფიქრდებიო რომ თქვა აი ხშირნაგანი რისხანება რო წამოვართი სურვილი მაქვს რომ აი დაისაჯონ და რაღაც აი მიეგოთ ჩემი ტკივილის სანაცვლოდ, მაგრამ მე რო დავფიქრდები და გამახსენდება რომ ჯოჯოხეთის ისინი ჯოჯოხეთში მოხდნენ და ჯოჯოხეთისთვის მენანებიან და ამიტომ ღერს ვეუბნებიო რომ უფალო იმათაც აპატიო და მაშინ მეც მაპატიო ჩემი ეს უამრავი და საოცარი ფაქტი აქვს მოყვანილი ერთხელ სერაფიმ საროველს, რომ სერაფიმ საროველი მიიწვეს ერთ-ერთ მონასტერში და ესე იგი რაღაცა პერიოდი ამ მამებთან ერთად იცხოვრა და როდესაც ტოვებს ამ მონასტერს მამები თხოვენ რომ აბა გითხარიო რომ ვინ არის ჩვენს მონასტერში ისეთი ვინც აი ამ ცხონებისათვის კარგად იღვწვის და სერაფიმ საროველი პასუხობს რომ ყველაზე მეტად თქვენს მონასტერშიო გადარჩენისათვისო იღვწვისო მონასტრის ტრაპეზარიო. ამ დროს ეს არაფერი გამორჩეული ბერი არ იყო პირიქით, ცოტა მჟავი ადამიანის რო ეძახიან და რატომ და საშუალება რო ქონდა და ყველას დაგხოცავდათო. მაგრამ ღვთის გულისათვისო ბევრ რაღაცას ითმენსო. აი ეს მომენტი არის რო თქვა და აი შენ ქრისტეს გულისათვის რისი მოთმენა შეგიძლია და თუ ადამიანის ცხოვრებაში თავის სულიერ მზერაში ღმერთი ყავს აი ეს ღმერთი მას აუცილებლად მისცემს ძალას, რომ ნებისმიერ თქვა და აი ბოროტებას შეძლოს რომ ბოროტებით არ უპასუხოს. პირველი გამარჯვება ალბათ ისაა, როდესაც თავს შეიკავებს ადამიანი, მაშინაც თუ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხებს, არამედ თავს შეიკავებს და დროს მისცემს საკუთარ თავს იმისათვის, რომ გაიაზროს, რომ მან რომ შური იძიოს, თქვათ და იგივე ბოროტით უპასუხოს, შესაბამისად უფრო მეტი სიბოროტე გამრავლდება და სიკეთისთვის ადგილი არ დარჩება მის გულში, ვინაიდან ბოროტება ისევ ბოროტებას წარმოშობს ხომ თავისთავად და პირველი ნაბიჯი ალბათ ეს არის თავშეკავება, შემდგომ უკვე გააზრება იმისა, რა შეიძლება მოიტანოს ამ შურის ძიება მისი სულისთვის და ასევე იმ ადამიანისთვის, რომლის მიმართაც აქვს სწორედ ეს არასასურველი გრძნობები გაჩენილი, ხომ? და აი ამ მომენტში არის ალბათ უკვე როდესაც დგები უფლის წინაშე და სთხოვ დახმარებას. ჩვენ ვთხოვთ დახმარებას, მეორე არის რომ უფალი მოგცემს ამ ძალას, რომ ჩვენს თავში გამოვნახოთ საშუალება იმისა, რომ ვილოცოთ ვინაიდან არსებობს ასეთი ლოცვა ხო ჩვენი სულის მაჭირვებლებისათვის შეიძლება ის ადამიანი სრულყოფილად როგორც უფალს ჩვენ ყველა უყვარვართ ისე ვერ შევიყვაროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის მიმართ ამ ბოროტის ჩადენის სურვილი ნამდვილად აღარ გაგვიჩნდება და შესაბამისად პირიქით მის მიმართ შეიძლება დადებითათაც კი განეწყოს ადამიანი. აი ეს ლოცვებიც სწორედ ამისთვის არის, რომ დაგვეხმაროს ჩვენი სურვილის კურნებაში. ესე იგი
როგორი მომენტი არის. ეკლესიის მამები ესე იგი გვეუბნებიან, რომ სულიერ ცხოვრებას აქვს სამი მდგომარეობა აი ამ მხრივ. საერთოდ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის შინაგანი ჩდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღაცა გვაბრაზებს ან გულს ვტკენს. აი, როდესაც ყველაფერი მოწესრიგებული არის, მე ჩემი თავის დანახვის საშუალება ისე კარგად არ მაქვს, იმიტომ რომ აი რა მიგროვებია ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს გამოჩნდება, როდესაც მე ვიღაცამ ბოროტება გამიკეთ. აი ბუშტი რო თქვა რა ჰაერითაც ბუშტ გაბერავ, რო გახედავ იქ საერი გამოვა იქიდან. ჩემმა გულმა რა აგრო თელი ცხოვრების განმავლობაში ვლინდება სწორედ აი ჩემი ამ გაბრაზების მომენტში. და ნახეთ სახარებაში როგორ წერია რომ ბოროტმა კაცმა ბოროტისაგან გულისათვის საუნჯისაგან გამოიღეს ბოროტიო და კეთილმა კაცმა რაც მის გულში სიკეთე უგროვია ის სიკეთე გამოაქვს. და აი ეს მომენტი არის რომ თქვა აი მამები ამბობენ რომ სულიერ ცხოვრებას აქვს სამი მდგომარეობა. როდესაც ადამიანს ესე იგი გულს ტკენენ და ამას გაბრაზებას თქვა რისხანებით პასუხობს ან თქვა ვიღაცამ თქვა რაღაც ბოროტება გაუკეთა და უნდა რომ მასე შური ძიოს. ეს არის ნული სულიერ ცხოვრებაში მიწაზე დგას ადამიანი. უფრო წინ წაცეული ნაბიჯი მდგომარეობა არის რომ როდესაც ადამიანი თქვა გულში ბობოქრობს მაგრამ ცდილობს თავისი ქცევა მოთოკოს. ეს უკვე წინ წასეული ნაბიჯი არის, მაგრამ სრულყოფილი არის, როდესაც ადამიანი თქვა აი გულში მშვიდობას ატარებს და თავის აი ამ ბოროტის მკეთებლს სიკეთით უბრუნებს ყველანაირ ბოროტებას. და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საოცარი ფაქტი არის, რომ ესე იგი ჩვენ დაგვწამდეს რომ დღევანდელი საუკუნე მithumet აი ბოლო საუკუნე ჟამის ქრისტიანების ვეძახი ჩვენ თავს, იმიტომ რომ ფაქტობრივად სულიერი ცხოვრებისმა სულიერ დაშრეტილები ვართ, ხო? და არანაირი თქვა ასკეტური ისეთი ჩვენი მოღვაწეობა ჩვენში ისე აღარ არის, რაც თქვა პირველ ქრისტიანებს გააჩნდა და ეკლესიის მამები გვეუბნებიან, რომ აი ბოლო ჟამის ქრისტიანები მოთმინებით გადარჩებიან. და ამასთან დაკავშირებით ერთი საოცარი ფაქტი არის მამა პაისათონელის ცხოვრებაში ძალიან მიყვარს ამ ფაქტის გახსენება, რომ რაღაცა მის ცხოვრებაში თვითონ აქ აღწერილი ეს ფაქტი, რომ მას გამოუცხადა წმინდა ეფემია ყოლათქებული. ეს არის ძალიან მეხუთე საუკუნის წმინდანი, მეოთხე საუკუნის წმინდანი, რომელიც ქრისტეს გულისათვის ეწამა და ესე იგი 15 წლის იყო, როდესაც წმინდა ეფემია აწამეს. და როდესაც მამა პაისათონელს გამოუცხადა ათონის თვითონ აქ აღწერილი ეს ათონის კერმის კელიაში ახალგაზრდა გოგონამ შემომიღო კარიო და რომ დავრწმუნდი რომ ის ნამდვილად წმინდანი იყო, მე გამოვკითხე მისი ცხოვრება და ესე იგი მომიყვა მისი ტანჯვის შესახებ, მაგრამ ესე მიყვებოდა რაც მან ქრისტეს გულისათვის დაითმინა, რომ აი ამ ტანჯვას მე თვითონაც განვიცდიდიო. და ბოლოს ესეთი რა კითხვა დაუსვიო, რომ ამ პატარა გოგონამ როგორ შეძერიო რომ ამდენი ტკივილი დაგითმინაო და საოცარი პასუხი გამცაო. მე რომ ცოდნოდაო რომ ღმერთიო მოთმინე ადამიანებს რამხელა გვირგვინს უმზადებს ზეცაშიო, ვეცდებოდი რომ უფრო მეტი დამეთმინა ქრისტეს გულისათვის. ამიტომ აი ეს მომენტი, როდესაც თქვა აი ადამიანი თქვა ამ ცხოვრებაში რაღაცნაირად აი ამ ბოროტებას წააწყდება და ესე იგი ქრისტიანის თავარი თვისება რა არის, რომ მარტო მე ვიყო კარგად კი არა, არამედ ეს არის მცდელობა, რომ ჩემს გარშემო ყოფებაშიც ქრისტეს მცნება, ქრისტეს სიყვარული გავავრცელო, ხო? და აი ამ ეს პასუხისმგებლობა, ეს მისიონერობა თქვა და ამ ხრი ჩვენ ვალდებულებად გვაქვს, რომ ჩვენ მარილები ვართ ამ წუთისოფლის და ქრისტიანებს მოგვიწოდეს, ხო? ისე უნდა ბრწყინავდესო თქვენი ნათელიო, რომ თქვენი შემხედვარეო, აი ამ ნათლის შემხედვარე სხვა ადამიანებსაც გაუჩნდეს სურვილი ამ ნათლის მოძიებისა. და როდესაც თქვა ადამიანი რაღაცას ითმეს, ერთხელ მოითმინა, ერთხელ მეორჯერ ბოროტებას არ უპასუხა, აუცილებლად მოხდება ეს მომენტი, რომ აი იმ ვიღაცის გულში აუცილებლად გააჩენს სურვილს, რომ რატო აკეთებს ადამიანი ამას. აი თქვა რატო ითმენს და როცა აღმოაჩენს, რომ ეს თუნდაც არა სიმხდალის, არამედ ეს არის ქრისტეს გულისათვის გაკეთებული სიკეთე და მოწყალება მეტი სურვილი ჩდება, რომ მე ადამიანს ქრისტეს ემსახუროს. აი იმიტომ რომ ამ მომენტში თქვა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანები რომ მოდიან კითხვას ვამე, რომ აი თქვა მე თუ პასუხი არ გავეცი
ამით რა ვიღაცა იფიქრებს რომ მე ცოტა სულელი ვარ, მე თავს რის გამოვხრი თქვა და შეუძლებელია ან მართალი ჰქონია იმ ადამიანს თავი ვინც თქვა მაგრამ შეუძლებელია ქრისტიანმა აი ქრისტეს გულისთვის აკეთოს ეს ყველაფერი და ადამიანი თქვა არ დაიმალება ეს რომ ეს ქრისტეს გულისთვის არის ორი მდგომარეობა თქვა სიფხალის გამოგაჩუმება და თქვა არის როდესაც თქვა შენ მართ ქრისტეს გულისათვის ითმე სიფხალის გამოგაჩუმება ეს არის რომ ადამიანი თქვა პრუჟინას ზამბარას რო თქვა რაღაცნაირად მარწუხებში მოაქცევ და როგორც კი საშუალება მიეცა მომენტად თუ გაიშლება უფრო მეტი ძალით გაიწელება ხო აი თქვა როდესაც ადამიანი თქვა სიფხალის გამო რაღაცას ითმეს მას როგორც კი საშუალება მიეცემა ბოროტებას 10 ბოროტებით დაუბრუნეს მაგრამ როცა ადამიანი ქრისტეს გულისათვის რაღაცას ითმეს ის შეუძლებელია დაიფაროს ამ ცხოვრებაში რომ ეს ნამდვილად ქრისტეს გულისათვის გაკეთებული თქვა აი ეს მოწყალება არის რომ ადამიანს თქვა ბოროტებით არ უპასუხა და კიდე საოცარ რაღაცას მიაქცია თქვენ ყურადღება რომ აი პატრიარქს უყვარდა ხოლმე ესეთი სიტყვის გახსენება რომ ესე იგი მკვლელმა თქვა ბოროტის ჩამდენმა ერთი ცოდვა ჩაიდინა მაგრამ შურის მაძიებელმა ორიო და ძველი ეკლესიის მამები ამბობდნენ პატრიარქი ხსენოდა რომ შურის მაძიებელ ადამიანსო ორი იარაღი უნდა ქონდესო ერთით ვინც დააშავა იმას კლავსო და მეორედ საკუთარ თავს იგმირავს ფაქტი ესეა როდესაც ადამიანი თქვა რაღაცას აი ამ ხრივ არასწორს გაუშვა არასწორ ემოციას გაუშვა საკუთარი თავიდან ის მის გულში უკვე მის გულს კლავს მის გულს უკვე აღარ შეუძლია ღვთაებრივი მადლის აი ესე დატევნა იმიტომ რომ მადლის თვისება არის რომ ჩვენ უნდა ბაძავდეთ იესო ქრისტეს რომელმაც მოგზა საოცარი სახე როდესაც მას ჯვარს აცმევდა და ერთადერთი სიტყვა რომელიც მისი პირიდან აი ჯვარცმელების მიმართ გამოვიდა იყო რა რომ მამო აპატიარიციან რასაკეთებენ ეს უნდა გქონდეს ყველა ქრისტიანს და თავისთავად მამა ირაკლი როდესაც ადამიანი დაითმენს ამ ყველაფერს ხომ ერთხელ ორჯერ და შესაბამისად იგივე ქმედებით არ უპასუხებს ხო მის მიმართ ამ დანაშაულის თუ ბოროტების ჩამდენს შესაბამისად შეიძლება თავდაპირველად ბოროტების მქმნელ ადამიანს ქონდეს ასეთი განცდა რომ აი მართალია თვითონ და იმიტომ არის ის ჩუმად ხომ თქვა და იმიტომ არ მცემს პასუხს და იგივე საკადრის არ მიბრუნებს შემდგომ შეიძლება იგივე ქმედება გაიმეოროს ამ ადამიანმა ისევ მიაყენოს ზიანი იმ პიროვნებას მეორედაც შეიძლება დაითმინოს ამ ადამიანმა და შემდგომ უკვე როდესაც ბოროტის ჩამდენი ხედავს ამ ყველაფერს ხო მე უკვე უჩნდება ალბათ თავის თავთან კითხვა რომ რატომ ითმენს ეს ადამიანი იმიტომ რომ ის მხდალია ეწეღან თქვენ რაც ბრძანეთ თუ იმიტომ რომ მასში ნამდვილად არის ეს უფლის სიყვარული და შესაბამისად უკვე მე თვითონაც უჩნდება სურვილი მიემსგავსოს მას რომ მასაც ის ცოტაოდენი სიკეთეც გააჩნია ალბათ ამ ადამიანს ხო სადღაც გულის სიღრმეში რომელსაც უბრალოდ ჭირდება გაღვივება და ხელის შეშველება და შეიძლება ასეთი ადამიანი ხომ სიკეთის მქონელი ადამიანისგან მაგალითი სამღები იყოს და წავიდეს ეკლესიაში ან სულად სახლში მივიდეს ხატის წინ და ანთოს სანთელი და გუმხურვალითი ლოცოს და შეიძლება ცხარეცრემლებითაც კი აღიაროს ის ყველაფერი რაც ჩაიდინა მან და მოინანიოს ძალიან ბევრი ისტორია არის აი მამათა ცხოვრებას რო გადავიდეთ დღეს მაგალითად ალექსი ბერის ცხოვრებას ვკითხულობდი და ესე იგი 8 ყაჩაღი შეცვლიდა მასთან მამა ალექსისთან და ესე იგი იმხელა მამა ალექსის იმხელა სიწმინდე განწყვეტეს მომენტალურად რომ ეს უკან გამოქცევა უნდათ ეხლა წარმოვიდგინეთ რომ ადამიანი რომელიც სულიერი რო არ ყოფილიყო ეხლა თქვა ყაჩაღი შევარდა ეს აბა დაგხოცავთ მაგრამ მამა ალექსი ესე იგი ეს ლაპარაკი შუშანიაზე ჩვენი ალექსი ბერი შუშანიაზე და ესე იგი 8 მათგანი 8 მათგანს თხოვ რომ არ გაქცეულიყო გაჩერებულიყვნენ ეხლა წარმოვიდგინეთ ეს მომენტი რომ ვიღაცას შენთვის ბოროტება უნდა და შენ ამ ბოროტებას ბოროტი გულით ხვდები რა რეაქცია იქნებოდა ხო მაგრამ ეს კეთილი გულის თვისება ნახე რა არის 8 მათგანიდან 4 ბერი გახდაო რომელიც მე რომელთაც მე 10 წვინათაზე დაასრულეს ცხოვრებაო და 4 მათგანმა შექმნა ცხოვრებაო და მამა ალექსისთან თელი ცხოვრების განმავლობაში ეს ურთიერთობა არ გაუწყვეტიათო ესე იგი რამდენი მაგალითია თქვა სერაფიმ სარულის ცხოვრებაში არის თქვა
როდესაც მასთან თქვა ყაჩაღები შეიჭრებიან და თქვა რაღაცების თქვა მოპარვა უნდათ და მამა სერაფიმმა პირიქით დაკეთრო ეხმარება ამ ქურდებს რომ თქვა მისგან თქვა ეს გაიტანო თქვა რომ ცოდვაში არ შეეთვალოს. ერთი სპირიდონატრი მითუნტელის ცხოვრებაში არის რომ ცხვრის მოსაპარად შევიდა მასთან ერთი ადამიანი და ესე იგი როგორც კი ამ ღობეს გადააბიჯა გაშიშდა. ვერაფერი ვერ გააკეთა. ანუ წმინდა მამის ეტყოს სულიერი ძალავნი და დიდი იყო და დილას როდესაც მიდის ეს წმინდა სპირიდონატრი მითუნტელი და ხედავს რომ ეს ვიღაც ქურდი არის მასთან შეპარული რომელსაც თქვა ეს გაცუდი განზრახვა ჰქონდა მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა და ეს ხელფეხშეკრული არის სულიერი ძალით ჯერ ხო გახსნის და მე ეუბნება რომ რახან თელი ღამე ჩემი ცხოვრები დამწყსეო ჩემი ცხოვრებას მოუარიო ახლა ერთი სხვა ისე წაიყვანეო და აი ეს თუ ეხლა ადამიანი რო თქვა აი ამგვარ რაღაცას წააწყდები შენ ცხოვრებაში ხო აი ამ სიკეთეს რომ წააწყდები შეუძლებელია რომ შენმა გულმა ეს სიკეთე არ განავრცოს მერე და მადლობა ღმერთს ამის მაგალითები ძალიან ბევრი მე უჩევ ჩვენს სვენელს რომ აი ხშირად იკითხო ხოლმე წმინდა მამათა ცხოვრება რომლებიც მაგალითი მოგცეს ღვთაებრივი სიყვარულის რომ ჩვენ მოვალენი ვართ ეს სიყვარული ჩვენ გულში ვატაროთ რომ თვისებად შევიძინოთ ის თვისებები რომლებიც ჩვენ მერე ზეცაში გამოგვადგებ. დიდი მადლობა მამა ირაკლი უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენეთ სტუდიის სტუმარი გახდათ დიდი ღუმში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე.